საგზაო ნიშნები ხომ იცით, ერთგვარი უნივერსალური ენაა. წესით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მძღოლმა ზუსტად უნდა იცოდეს, რას ეუბნება ესა თუ ის სიმბოლო. ეს არის სისტემა, რომელიც ლოგიკასა და უსაფრთხოებას ეფუძნება. მაგრამ, აბა დაფიქრებულ ხართ, რა ხდება, როდესაც თავად ეს სისტემა ხდება პრობლემის წყარო? მოდით ერთად გავერკვეთ. ალბათ ახლა ბევრი თქვენგანი თავდაჯერებულად ფიქრობს, რომ საგზაო ნიშნების ზეპირად იცის, მაგრამ დღეს ჩვენ ამ ცოდნას ცოტა არ იყოს ეჭქვეშ დავაყენებთ. ჩვენ ჩავიხედავთ საბერძნეთის მართვის მოწმობის ოფიციალურ საგამოცდო მასალებში, სადაც როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი სწორი პასუხი რეალობასთან აბსოლუტურად აცდენილია. კარგი, მოდი დავიწყოთ ყველაზე მარტივით. სტოპ ნიშანი. ალბათ ყველაზე ცნობილი და ყველაზე ერთმნიშვნელოვანი საგზაო ნიშანია მსოფლიოში. არ აქვს მნიშვნელობა თბილისში ხარ, ნიუ-იორკში თუ ათენში, მისი მნიშვნელობა ყველგან ერთია. ანუ, რას გვეუბნება ეს ნიშანი? მარტივად, სრულად გაჩერდი. დარწმუნდი, რომ გზა თავისუფალია და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძე მოძრაობა. მარტივია, ლოგიკურია და რაც მთავარია უსაფრთხოა. ეს არის ის სტანდარტი, რასაც ყველა საგზაო წესისგან ველოდებით. დაიმახსოვრეთ ეს ლოგიკა, იმიტომ რომ ცოტა ხანში ძალიან დაგვრჩირდება. ახლა ვნახოთ კიდევ ერთი ძალიან ნაცნობი ნიშანი. აბა რას ნიშნავს? რა თქმა უნდა, პარკირების აკრძალვას. ლოგიკურია, ხო? ხო და მოემზადეთ, იმიტომ რომ ზუსტად აქ იწყება სრული აბსურდი. დიახ, არ მოგესმათ, ოფიციალური საგამოცდო მასალის მიხედვით ამ ნიშნის სწორი განმარტება არის არქეოლოგიური ძეგლის დასასრული. ანუ წარმოგიდგენიათ, პარკირების ამკრძალავი ნიშანი და არქეოლოგიური ძეგლი, კავშირი არანაირი და ეს მეგობრებო მხოლოდ დასაწყისია. დაიცით რა არის ყველაზე ცუდი? ეს რაღაც ერთჯერადი შეცდომა არ გეგონოთ. მასალების დეტალური ანალიზი პირდაპირ ამბობს, რომ წყაროებში სწორად მონიშნული პასუხები ეწინააღმდეგება საერთაშორისო დადგენილ მნიშვნელობას ან ლოგიკას. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, პრობლემა ერთ კონკრეტულ კითხვაში კი არა, მთლიანად სისტემაშია. კარგი, მოდით გავაგრძელოთ და კიდევ უფრო ღრმად ჩავიხედოთ ამ უცნაურ სამყაროში. შევადაროთ ტესტის ლოგიკა რეალობას და ვნახოთ კიდევ რა სიურპრიზებს გვიმზადებს ეს საგამოცდო მასალები. აი, მაგალითად, ეს ნიშანი. ყველამ ვიცით რას ნიშნავს, არა? 180 გრადუსით მობრუნება, ანუ როგორც ვეძახით, U-turn-ი აკრძალულია. გასაგებია, მარტივია. მაგრამ რას გვეუბნება ტესტი? 21 კითხვაში პირდაპირ წერია, რომ ეს ნიშანი გრძალავს მარცხნივ მოხვევას და სწორი პასუხია დიახ. არადა, ეს ხომ სრული სისულელეა. მობრუნების აკრძალვა სულაც არ ნიშნავს, რომ მარცხნივ ვერ მოუხვე. წარმოიდგინეთ, რა ქაოსი მოხვება ამას რეალურ გზაზე. გადავიდეთ შემდეგზე. ვხედავთ ნიშანს, გადახაზული 30. მთელ მსოფლიოში ეს ნიშნავს, რომ 30 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა დასრულდა. ხომ ასეა, ლოგიკურია. ხო და ბერძნული ტესტის 33 კითხვის მიხედვით, ეს ნიშანი ნიშნავს, რომ აკრძალულია 30 კმ/სთ-ზე სწრაფად მოძრაობა. ანუ ზუსტად პირიქით, ტესტი ფაქტობრივად გასწავლით, რომ შეზღუდვის დასასრული იგივე შეზღუდვაა. წარმოუდგენელია უბრალოდ. და აი მესამე მაგალითიც, ნიშანი, რომელიც კრძალავს მოტოციკლების შესვლას. აქაც ყველაფერი ნათელია, არა? მაგრამ მოიცადეთ. ტესტის მიხედვით ეს ნიშანი გვაფრთხილებს ველოსიპედის გადასასვლელის გამო მოსალოდნელ საფრთხეზე. ანუ, ამ კრძალავი ნიშანი მოტოციკლისთვის რატომღაც გადაიქცა გამაფრთხილებელ ნიშნად ველოსიპედისთვის. ლოგიკას ხედავთ სადმე? მე ნამდვილად ვერა. და თუ გგონიათ, რომ ამაზე უარესი აღარაფერი იქნება, ძალიან ცდებით. ახლა ნახავთ ისეთ მაგალითებს, რომლებიც უბრალოდ ყოველგვარ საღაზრს ცდება. აბა, დააკვირდით, ნიშანი, რომელიც აშკარად გვაფრთხილებს, რომ წინ საგზაო სამუშაოებია, ტესტის სწორი პასუხით ნიშნავს სატრანსპორტო საშუალების მიმდინარე პარკირებას. რა? და კიდევ უარესი. ნიშანი, რომელიც გვაფრთხილებს დაბალი მზის გამო ცუდ ხილვადობაზე, ტესტის მიხედვით ნიშნავს, რომ უკუსულით უნდა იმოძრავოთ. ეს ხომ უბრალოდ შეცდომა კი არა, პირდაპირ სიცოცხლისთვის საშიში რჩევაა. და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გვაყენებს ძალიან სერიოზული დილემის წინაშე. აბა წარმოიდგინეთ თავი მომავალი მძღოლის ადგილას. რა უნდა ქნას, როდესაც ოფიციალური საგამოცდო მასალა და რეალობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება? აი, ეს არის მთავარი კითხვა. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი? ერთი მხრივ, გამოცდა რომ ჩააბაროს, ეს აბსურდული პასუხები უნდა დაიზუღთხოს. მეორე მხრივ კი, საჭესთან რომ დაჯდება და უსაფრთხოდ უნდა იაროს, ნიშნების ნამდვილი მნიშვნელობა უნდა იცოდეს. ეს ხომ შიზოფრენიული სიტუაციაა. და ამას რა თქმა უნდა ძალიან ცუდი შედეგები მოხვება. პირველ რიგში ახალბედა მძღოლებში იწვევს სრულ ქაოსს და გაუგებრობას. მერე, ადამიანები კარგავენ დობას ზოგადად ოფიციალური წესების მიმართ. და რაც ყველაზე საგანგაშოა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს დაზეპირებას და არა ფიქრს. და საბოლოოდ ქმნის რეალურ საფრთხეებს გზაზე, სადაც ერთი არასწორი გადაწყვეტილება შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. კარგი, ამდენი საუბრის შემდეგ მოდით შევაჯამოთ. რისი სწავლა შეგვიძლია ამ ერთი შეხედვით კურიოზული, მაგრამ სინამდვილეში ძალიან სერიოზული შემთხვევიდან.
პირველი და ყველაზე მთავარი, ოფიციალური წყაროებიც კი შეიძლება ცდებოდეს. მეორე, ის რაც ტესტზე სწორია, სულაც არ ნიშნავს, რომ სწორია რეალურ ცხოვრებაში. და მესამე, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი. კრიტიკული აზროვნება, სიტუაციის გაანალიზების უნარი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მზღოლისთვის, ვიდრე რაღაც წესების ბრმად დაზეპირება. და ბოლოს ეს ყველაფერი ერთ კითხვას ბადებს, თუ ასეთი აბსურდული შეცდომებია დაშვებული საგზაო ნიშნების ტესტებში, კიდევ რომელ სფეროში, რომელ ოფიციალურ წესებში შეიძლება იმალებოდეს მსგავსი უცნაურობები, რომლებიც გადამოცმებას და ასე ვთქვათ, მეორე თვალით შეხედვას იმსახურებს. დაფიქრდით ამაზე.